108 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ქვეყანა დამოუკიდებლობის დღესზე იმობს. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წვევამდელთა ტრადიციული ფიცის დადების ცერემონია წელს დედაქალაქსა და საქართველოს 12 რეგიონში იმართება. საქართველოს მოქალაქეები მილოცვებს იღებენ მთელი მსოფლიოდან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი ისწრაფვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, წერია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს წერილში. მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვილოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვკითხულობთ მეფე ჩარლზ მესამის განცხადებაში. მისალოცი წერილები გამოაქვეყნეს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების საელჩოებმა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურმა უწყებებმა. ბავშვების სიცოცხლე არის ის, რაც უნდა დაიცვას დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. მდიუშენის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ და პარალელურად ბანერს გაშლიან. ერთად გამარჯვებისთვის ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. პოლიტიკოსები და მოქალაქეები 7 საათზე თესეუს ეზოში შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ.